დავიწყოთ პარიზით, მოგახსენებათ ტერაქტების შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა და ამ მდგომარეობის ფარგლებში აკრძალული, ასე ვთქვათ, მასობრივი შეკრებები, გამოსვლები, მიუხედავად ამისა, ათასობით ადამიანი მაინც იკრიბება ტერაქტის ადგილებზე, ისინი თანაუგრძნობენ დაღუპულებს, მათ ოჯახებს და რა თქმა უნდა ერთმანეთს. და საკმაოდ ბევრი ადამიანი კიდევ შეიკრიბა სამედიცინო დაწესებულებთან, ისინი სისხლს აბარებდნენ გაჭრილებისათვის. დღეს საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა სორბონაში თანამემამულეებთან ერთად წუთიერი დუმილით პატივი მიაგო ტერაქტებში დაღუპულთა ხსოვნას, რომელიც მთელ პარიზში აღინიშნა. ტერაქტების მსხვერპლის მოსახსენიებელი წირვა აღსრულდა პარიზის ნოტრ-დამის კათედრალში. Mesdames et messieurs les élus, mesdames et messieurs les c'est pourquoi je supplie la Vierge Marie, puissant nous fasse miséricorde, qu'il nous pardonne nos péchés. გავაგრძელოთ პარიზის თემა, რაც შეეხება საგამოძიებო მოქმედებებს. პარიზის ტერორისტული აქტების სერიის ორგანიზატორების ძებნა დღეს საფრანგეთიდან ბელგიაშიც გავრცელდა. ბელგიურმა პოლიციამ ბრიუსელის ერთ-ერთ გარეუბანში რამდენიმე ეჭვმიტანილი აიყვანა. ტერაქტების ერთ-ერთ მთავარ კონსპირატორად დღევანდელი მონაცემებით სახელდება ბელგიის მოქალაქე აჰმად ჰამიდ ჰაბაუდი, რომელიც ეგრეთ წოდებული ისლამური სახელმწიფოს მებრძოლთა რიგებში ირიცხებოდა. როიტერი ავრცელებს ამ ინფორმაციას. Reuters that Abdelhamid Abaoud, a Belgian currently in Syria, could be behind the carnage in Paris. A man with the same name was featured in Islamic State's so-called online magazine called ტერაქტების თემა განიხილებოდა ეგრეთ წოდებული G20 სამიტზეც, სადაც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერები შეიკრიბნენ. ანტალიაში ვლადიმერ პუტინიც ჩავიდა. ანტალიის სამიტზე არაფორმალურ ვითარებაში ერთმანეთს შეხვდნენ ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტები. ირანული პრესტივის ინფორმაციით პრეზიდენტებს სხვადასხვაგვარი აზრი აქვთ ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლის მეთოდებზე, თუმცა ორივე ლიდერი თანხმდება, რომ ცვლილებები სირიის პოლიტიკურ მმართველობაში ამავე ქვეყნის მოსახლეობის ნებასურვილითა და გაეროს შუამდგომლობით უნდა გადაწყდეს. The military campaign has angered the White House, which supports anti-Damascus militants. ფრანგულმა ავიაციამ მასშტაბური ავიაიერიშები განახორციელა ეგრეთ წოდებული ისლამური სახელმწიფოს პოზიციებზე, მათ შორის ქალაქ რაქაში, რომელიც ისლამისტების ერთ-ერთ საყრდენს წარმოადგენს. აქვე ალ-ჯაზირა ავრცელებს ინფორმაციას, რომ ერაყის სპეცსამსახურებმა გააფრთხილეს ფრანგები დაგეგმილი ტერაქტების შესახებ, რომლებიც ისლამისტების 19 კაციან ჯგუფს უნდა განეხორციელებინა. ალ-ჯაზირა ავრცელებს ამ ინფორმაციას. Nous l'avons fait déjà. Selected by US intelligence. It's been revealed that Iraq had warned France that an attack was about to be launched last week and that a team of 19 fighters had been trained in camp. და ბოლოს, ასე ვთქვათ, რუბრიკაში მსოფლიო ამბები შემოგთავაზებთ მასალას, რომელიც Russia Today-მ გავრცელა. მასალა, სადაც ასახულია ალ-ქაიდას სირიული დაჯგუფების ლიდერის ალ-ნუსრას ხელმძღვანელის სიკვდილის კადრები, რომელიც სირიული არმიის ჭურმა პირდაპირი მოხვედრით გაანადგურა. საკმაოდ მძიმე იყო დღეს მსოფლიოს ამბები, მაყურებელს